ივანიშვილი საქართველოში ამყარებს არათუ ავტორიტარიზმს, არამედ დიქტატურას. ამ ქვეყანაში არათუ პოლიტიკურ პარტიებს გრძალავენ და ფორმალურად აუქმებენ, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მზის შუქს ისინი თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ. ეს არის ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მთავარი მცდელობა. პირველი ხაზი არის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები. მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხედავთ ერთადერთ შესაძლებლობას. ახლა არის ძალათა კონსოლიდაციის შესაძლოა ბოლო შანსი. მაგრამ ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. პოლიტიკოსების შემდეგ იქნება ქუჩის პროტესტის კიდევ უფრო ძალადობრივი დაშლა. ამასთანავე თავისუფალი მედიის ბოლომდე შეზღუდვა, არც ერთ თავისუფალ ტელევიზიას ივანიშვილი აღარ დატოვებს. მიადგება ყველა თავისუფალ უნივერსიტეტს და კერას, სადაც სტუდენტებს თუ მოსწავლეებს აქვთ საშუალება მიიღონ განათლება და ამის შემდეგ თავისუფალი ბიზნესის ნარჩენები რაც არის, იმასაც გადაულის. ეს არის ივანიშვილის მარტივი სქემა. აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ საქართველო ექცევა სრულმასშტაბიან იზოლაციაში და ივანიშვილი ემზადება ქვეყნის დასაკეტად. ეს არის ასევე ცალსახა პასუხი ევროკომისიის განცხადებაზე და ანგარიშზე, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ანგარიშის დროს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად აი ასეთი გამწვავებული ფორმით. და მე ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მთლიანად მთელი დემოკრატიული საზოგადოება, ვინც ვართ საქართველოში, ვისაც არ გვინდა ივანიშვილის მონობაში ცხოვრება, გვაქვს ერთადერთი გამოსავალი. ან ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები, თავისუფალი საზოგადოება, მედია და ყველა თავისუფალი მოქალაქე ერთიანდება ერთი საერთო მიზნის გარშემო და აქ პოლიტიკური კონტურები და ეგოების თამაში უკვე დიდი ხანია დამთავრებულია. ან არა და ივანიშვილი მიაღწევს იმას, რაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყარებს სრულფასოვან დიქტატურას და ქვეყანას მოაქცევს აბსოლუტურ საერთაშორისო იზოლაციაში. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ვენდეტა არის სხვა დონეზე გადასული. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე, ვიზავი და არა მხოლოდ ივანიშვილის პატრონის, ბატონი ვლადიმერ პუტინის, ამ ქვეყნის მთავარი მტრის და სისხლის მსმელის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს მორიგი აბსურდული ბრალი დაუმატეს და Facebook პოსტების გამო კიდევ დამატებითი სანქციების და დამატებითი წლების დაშენებას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ბრალზე. ეს არის არათუ პოლიტიკური ვენდეტა, ეს გაცდა ამას, ეს არის პერსონალური შურისძიება 2003 წლის 23 ნოემბრის გამო, რომ როგორ გაბედა ამ ქვეყანამ და მოხდა ვარდების რევოლუცია და ამავე დროს ეს არის შურისძიება 2008 წლის 7 აგვისტოს გამო, რომ როგორ გაბედა ამ ქვეყანამ და დაიცვა სახელმწიფოებრიობა. ამისთვის იჯება მიხეილ სააკაშვილი და რა თქმა უნდა ის ჩამონათვალი, რომელიც დღეს მოვისმინეთ ამ სამარცხვინო განცხადებით, იწყებოდა ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგით, მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარით.